მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 21. ლინზა იძლევა მისი პარალელური სანთლის ალის ორჯერ გადიდებულ მკაფიო გამოსახულებას ეკრანზეო. სანთელსა და ეკრანს შორის მანძილი არის ელიო და რისი ტოლია ლინზის ფოკუსური მანძილი გვეკითხებიან. კარგი თავიღოთ, რადგანაც გვეუბნებიან, რომ ლინზა იძლევაო მკაფიო გამოსახულებასო, შესაბამისად ეს ლინზა არის შემკრები, რადგანაც გამბლევ ლინზაში, როგორც ვიცით, საერთოდ არ მიიღება ნამდვილი გამოსახულება, ამიტომ აქ საუბარი გვაქვს შემკრებ ლინზაზე. შემკრები რო არის ასე ისრებით მივუთითოთ, ხო? ნუ დავუშვათ პირობითად აქ არის ფოკუსური მანძილი, აქაც გვექნება ფოკუსური მანძილი. აქ გვექნება ორმაგი ფოკუსური მანძილი 2f და აი აქაც გვექნება 2f. ხო და რადგანაც გითხრეს რომ გადიდებულია სურათიო გამოსახულებაო შესაბამისად საგანი უნდა მოვათავსოთ ორმაგ ფოკუსსა და ორმაგ ფოკუსს შორის და რატომ გამოჩნდება ახლავე შეხედეთ თუ ავიღებთ ჩვენ ახლა მთავარი ოპტიკური ღერძის აქედან გამოსხივდება რა ყველა მიმართულებით სხივები ის სხივი რომელიც გაივლის მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელურად რადგანაც ლინზა არის შემკრები გარდატყდება ისე რომ ეს გარდატეხილი სხივი მოხდება მთავარ ფოკუსში ხო ხოლო ის სხივი რომელიც გაივლის მთავარ ოპტიკურ ღერძს გააგრძელებს რას გარდა უტეხად ასე ანუ ვიღებთ გამოსახულებას აი ამ წერტილში ასე და შესაბამისად ეხლა ჩვენ ასე მოვიქცეთ აი ეს არის d უკაცრავად d ხო მანძილი საგნიდან ლინზამდე ხოლო აი ეს მანძილი არის აღნიშნოთ ხოლმე ლინზიდან გამოსახულებამდე მანძილს აღნიშნოთ ხოლმე f-ით ხო და ჩვენ გვეუბნებიან რომ გამადიდებლობაო შესაბამისად დავწეროთ მოცემულობით გამადიდებლობაო ესე იგი f შეფარდებული d-სთან ტოლი არის 2-სო ხო და კიდე რას გვეუბნებიან სანთელსა და ეკრანს შორის მანძილი ელია ესე იგი სანთლიდან ლინზამდე არის d მანძილი მერე შემდეგ თვითონ ლინზიდან მიღებულ გამოსახულებამდე f-ი არის პლუს კიდე f. ეს ჯამში l-ის ტოლიაო ეს მანძილიო, ეგეც გითხრეს და გვეკითხებიან ვიპოვოთ f-ი. მანამ ფოკუსური მანძილი. კი ბატონო, მოდით ახლა გვაქვს ჩვენ შემდეგი ორი გამოსახულება, ხო? f შეფარდებული d-სთან გითხრეს რომ არის 2-ის ტოლიო და d პლუს f-ი ტოლი არის l-ისო, ხო? აქედან რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა რომ აი პირველი სისტემას შევარი პირველი ტოლობიდან გამოგვივა რომ f-ი ტოლი არის 2d-ი, ხო? ქვემოთ თუ ჩავსვათ მივიღებთ რომ d პლუს 2d ტოლი არის l-ის, საიდანაც აქედან გამოგვდის ჩვენ რომ 3d უდრის l-ს, 3d უდრის l-ს და აქედან d ტოლი არის l მესამედის. ესე იგი d არის l მესამედი, შესაბამისად აქ თუ შევიტანთ აი ამ ნიშნულობას f-ისთვის მივიღებთ რომ f-ი ტოლი ყოფილა 2l მესამედი, ხო? ეხლა მოდით ჩავწეროთ რა დაგვრჩენია თხელი ლინზის ფორმულა შემკრები ლინზისთვის 1 შეფარდებული f-თან ტოლი არის 1 შეფარდებული d-სთან დაბადებული 1 შეფარდებული f-თან აქედან გავერთ მნიშვნელიანად საერთო მნიშვნელიან d-f-ი ზემოთ გვექნება f პლუს d f-ი შებრუნებული თუ არის ეს გამოსახულება, მაშინ f-ი იქნება df-ი შეფარდებული f პლუს d-სთან, ხო? ეს ტოლია, ნუ f პლუს d ვიცით რომ l-ის ტოლია, შესაბამისად ნიშნულში გვექნება l-ი, d არის l მესამედი, დავწეროთ l მესამედი და ეს კიდე გამრავლდება f-ზე, რომელიც 2l მესამედი არის, ხო? შესაბამისად ეს l და l შევიკვეცება და რა დაგვრჩება 1 მესამეჯერ 2l მესამედი რომელიც 2l მეცხრედია ეს ტოლი იქნება 2l მეცხრედი მაშინ საბოლოოდ რომ დავწეროთ ახლა ჩვენ პასუხი აქედან რა გამოგვდის აქედან გამოგვივა რომ f-ი ეს ჩვენი საძიებელი ფოკუსური მანძილი f-ი ტოლი ყოფილა 2l მეცხრედის. Pasukhi A.